მოგესალმებით. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყოველთვის მეგულება ხოლმე ის ხალხი, სადაც ერთობას ხედავ ხოლმე, დღეს ვარ იქ და იმ ადგილას, სადაც ყოველთვის, როდესაც გაგვიჭირდება, უკვე ერთმანეთს უნდა ვიცნობდეთ ხოლმე და ძალა რომ ერთობაშია, ყოველთვის ვიცახი რომ ალბათ გაჭირვება მიგვიყვანა იქამდე და ალბათ ქვეყანას როდესაც უჭირს, მაშინ ვნახავთ როგორი ძლიერები ვართ და ალბათ აი ეხა მე ფერეკლეს ქალაქში ვართ, ხომ ძალიან ბევრი იბრძოლა და მე ძალიან არ მიყვარს ქოცების ერეკლე, იმიტომ რომ არ იყო მე ფერეკლე ისეთი, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება იბრძოდა მე ფერეკლე, იმისთვის იბრძოდა რომ საქართველო გაერთიანებინა და ეხლა ჩვენ ვართ მართლაც აი იმ პატარა ქალაქში, სადაც აი თუნდაც აი ეს ამდენი ადამიანი რომ ვართ საკმარისი. ქართული ოცნება ყოველთვის გვაჯერებს რომ ვართ ცოტანი და მეც სულ ვამბობ რომ ვართ ძალიან ბევრები, იმიტომ რომ სულ ვამბობ რომ ერთი ადამიანიც რომ დარჩეს ამ ქვეყანაში, რომელიც ჩემნაირად იბრძოლეს ამ ქვეყანაში, აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ აი მართლა ილია ჭავჭავაძეს არ უბრძოლია იმდენი ხალხით, რომ ვაიმე რამდენი ვართ, ყოველთვის უმცირესობა იბრძოდა, ამიტომაც მადლობა თქვენ, იმიტომ რომ დიახ მაგრები ვართ, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური ტერორი მართლა გვცემეს, მართლა ძალიან რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ვიბრძვი იმ საქართველოსთვის, რომ პენსიონერი დღეს გავაყოლე სახელიდან რომ მივიდიოდი წნორში და მიდიოდა მეზობელ სოფელში, იმიტომ რომ იქ თუთუნი უნდა ვიშოვო, იაფათო, იმიტომ რომ მე რომ სიგარეტი მოვწიო რაც ღირს მაღაზიაში პენსიის თვის ბოლოს პენსია არ მეყოლებაო. არ მექნებაო. მე არ ვიბძი იმ ქვეყნისთვის, სადაც პენსიონერს ექნება 400 კი არა 600 ლარი. იმიტომ რომ აღარ ყოფნით. ჩვენ ასევე ცოდნის კაფეში პრესაც გვაქვს. ხალხი შემოდის და ძალიან გაუჭირდა საქართველოს. არ ვიმსახურებთ იმას, რომ ესე გვიჭირდეს, იმიტომ რომ მე სულ ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა შევედაროთ თუნდაც შვეიცარიას. ოხ, ჩვენ იქამდე იმდენი გვაკლია და მე სულ ვამბობ, რომ აი რატო გვაკლია? აი უბრალოდ მითხარით, აი საკუთარ თავებს გულწრფელად შევეკითხოთ. აი თერაველი რითი არის ნაკლები ან ქიზიყელი შვეიცარიელზე, რომელიც ძალიან კარგად ცხოვრობს. აი რა ლამაზი ადგილები გვაქვს, მთა გვაქვს, ზღვა გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. გვაკლია ერთი ეროვნული მთავრობა, ოღონდ ერთპარტიული არა. მე სულ ამას ხაზს უსვამ. აუცილებლად მრავალპარტიული და მე ვიბრძოლებ, მართლა მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ეს ერთიანობაც გქონდეს. და აი ის ყველაფერი, აი პენსია რომ იყოს ელემენტარული, აი გუშინ ლევანი რაზეც ამბობდა, სახლები მართლა გაუბედურებულია ქვემო მაჩხანში ისტორიული სახლები. რომელიც აი იმსახურებს იმას, რომ მოუაროთ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ მეც და ჩემს ბევრ მეგობარსაც დავტოვოთ საქართველო და ძალიან კარგად ვიცხოვროთ, მაგრამ მე არ მინდა, რომ საქართველოს გარეთ ვიცხოვრო კარგად, იმიტომ რომ ასევე ვიცი ჩვენი წინაპრები როგორ კარგად, მაგრამ მაინც არა კარგად ცხოვრობდნენ, როდესაც ქვეყნის გარეთ იყვნენ. ამიტომაც ვალდებულები ვართ, რომ დავრჩეთ და ანუ ქართულ ოცნებაზე უარესი მტერი ყოლია ქართველებს, რომელსაც თავარი არის მართლა ძალა ერთობაში. ჩვენ თუ ერთმანეთი გვეყოლება და ერთმანეთის მხარ და მხარ ვიქნებით, მე არ მჯერა რომ აი რაღაცა ქართულ ოცნებას ძნელად მოვერევით. არა, ძალიან მარტივია, იმიტომ რომ მართლა არ გვეშინია აქ ის ხალხი ვარ სხვათა შორის, რომლებიც უკვე აი რაღა უნდა გაგვიკეთონ ისეთი რომ ამაზე მეტად რა ვიცი რა უნდა მოგვიწყონ რომ არ შეგვეშინდეს. ამიტომაც მე ვიცხოვრებ ისეთი ქვეყნისთვის, სადაც ვიტყვი რომ მაგალითად მჯერა რომ კახეთ მართლა რკინიგზა გვექნება და ჩქაროსნური მატარებლით გადმოვალ წნორიდან თელავში. მართლა მჯერა, იმიტომ რომ ხო, ვიმსახურებთ, იმიტომ რომ წნორშიც იყო ასევე აეროპორტი და თელავსაც ჰქონდა. აი ყველაფერს ვიმსახურებთ, ძალიან კაი ხალხი ვართ. უბრალოდ სულ ვამბობ ხოლმე იმას, რომ საჭირო იყო ალბათ ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რაღაცნაირად გავერთიანებულიყავით და ჩვენ დამპალმა სამჭოთა კავშირმა ეს ამ სიტყვას გამოვიყენებ, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი წაგვართა. თუ რამე აი მონაპოვარი რაც გქონდა ხო 21 წლამდე საოცარ რაღაცებს ვაკეთებდით ხოლმე და მე 70 წელი იყო აი აღარაფერი აღარ შეგვაჩინა აი სახლებიც კი გადაგვითეთრა რომ ისტორია დაევიწყებინა ჩვენთვის ამიტომაც აი რაღაცნაირად ეხლა რასაც ვაკეთებთ ფაქტობრივად ვიბრუნებთ იმ ქვეყანას რომელიც 21 წლამდე დავკარგეთ პირველ რიგში ამიტომაც აი მადლობა მართლა პირველ რიგში თქვენ რომ ეხლა აქ ხართ და ეს საზოგადოება რომელიც ძალიან ბევრს ვიბრძვით ახლა და ძალიან რთულ პერიოდში ვართ მე მჯერა რომ აი ეს საზოგადოება რომელიც გავერთიანდებით იმ სახელმწიფომდე მივალთ ერთად რომელსაც ვიმსახურებთ ქართველები ამიტომაც ძალა ერთობაში კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და გავაგრძელებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ